კლაუს გრაბოვსკი. პირველად ის დააკავეს ბავშვის გაგუდვისთვის და სასჯელად პირობითი მისცეს. ერთი შეხედვით ეს შემთხვევა უნდა გამხდარიყო გაკვეთილი, მაგრამ მისი ავადმყოფური ბუნება კვლავ გაძლიერდა. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დააკავეს ბავშვებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო. თუ პირველ ჯერზე გრაბოვსკი მარტივად გადაურჩა სერიოზულ სასჯელს, ამჯერად სამართალდამცავები მეტად მკაცრები იყვნენ. სწორედ ამ პერიოდში ის თავისი ყველაზე საშინელი ქმედების ჩადენას აპირებდა, რაც საბოლოოდ სასამართლო დარბაზის დრამატულ სცენად იქცა. მარიანე ბახი 1950 წლის 3 ივნის დასავლეთ გერმანიაში დაიბადა. იგი ამ ტრაგიკული ამბის მთავარი ფიგურა გახდა. მისი ბავშვობა მძიმე იყო. მოძალადე მამა და დედა, რომელმაც მოზარდობაში მიატოვა. 16 წლის ასაკში უკვე დედა გახდა და შვილზე უარის თქმა მოუხდა. მეორე შვილი კი ორსულობისას დაკარგა. თავდასხმის შემდეგ 1972 წლის 14 ნოემბერს მარიანემ თავისი მესამე და უკანასკნელი შვილი, პატარა გოგონა ანა გააჩინა. მარიანე მარტოს დიდა ანას და მის უზრუნველსაყოფად ოფიციანტად მუშაობდა, თუმცა ცხოვრება მაინც რთული იყო. ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო ხშირად შვილს ყურადღებას ვერ აქცევდა. ახლობლები ამბობდნენ, რომ ანა თავად უვლიდა საკუთარ თავს და ზოგჯერ დედის ბარში იძინებდა კიდეც. ტრაგედია 1980 წლის 5 მაისს დაიწყო. დილით დედა შვილს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. ნაწყენმა და გულმოკლულმა 7 წლის ანამ გადაწყვიტა სკოლაში არ წასულიყო. სწორედ ამ დროს მათმა მეზობელმა კლაუს გრაბოვსკიმ დაუძახა ანას და კატებთან თამაშის პირობით თავის ბინაში წაიყვანა. თუმცა იქ ბავშვი რამდენიმე საათის განმავლობაში შეავიწროვა და ბოლოს საცოლის ნეილონის წინდებით გაგუდა. როცა საცოლემ მკვლელობის შესახებ შეიტყო, მაშინვე პოლიციას აცნობა. ანას ძველი სხეული არხის ნაპირას იპოვეს და გრაბოვსკიც მალე დააკავეს. 1991 წლის 3 მარტს დაიწყო სასამართლო პროცესი. გრაბოვსკიმ უნამუსოდ სცადა თავი მსხვერპლად წარმოეჩინა. ამტკიცებდა, თითქოს პატარა ანამ თავად შეაცდინა, ფული მოსთხოვა და მუქარით დააშანტაჟა. ასეთი ურცხობა უკვე საშინელ ტკივილში მყოფი მარიანესთვის აუტანელი აღმოჩნდა და სწორედ აქ მოხდა ის, რაც ისტორიაში შევიდა. 1991 წლის 6 მარტს ჩვეულებრივ სხდომაზე მარიანემ ტანსაცმელში დამალული 22 კალიბრის ბერეტა გამოიყენა. როგორც კი გრაბოვსკი დაინახა, ზედიზედ 7 ჯერ ესროლა. 6 ტყვია მიზანში მოხვდა და გრაბოვსკი ადგილზე გარდაიცვალა. ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მარიანე სრულიად მშვიდი იყო. არც ემოცია, არც სინანული. მისი დაჭერისასაც კი შეურყევლად გამოიყურებოდა. სასამართლომ მას კაცის მოკლისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ მხოლოდ 3 წელი მოიხადა. 1996 წელს იგი პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა და საკუთარი საყვარელი ქალიშვილის, ანას გვერდით დაკრძალეს.